საგამომშვიდობისა. ყველას პირველ რიგში მოგესალმებით და შემდეგ გეტყვით იმიზეს თუ რატომ ხედავთ და რა საქმეს ვცდილობთ რომ შევეჭიდოთ ასე ძლიერად მე და ზურა. მოკლედ პირველ რიგში მოსალმება თავის დავაცხადია და მეორე რიგში თავარი ამბავი, გავათამაშოთ ჯეკპოტი. და სადაც არა 1, არამედ 2 მილიონი ლარი, რომელსაც დაემატა აქვე 47963 ლარი და ჯამში შეადგენს 2.047.963 ლარს. აი, ორი ხმა ამბავს ნამდვილად ჭირდება ხოლმე და მეორე საპრიზო კატეგორიაც აქვე უნდა აუცილებლად გაგიზიაროთ, მით უმეტეს ისიც შეიძლება ითქვას, რომ მოწოდების სიმაღლეზეა ძალიან სოლიდური თანხა მოგროვდა და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდება თუ ჯეკპოტი, ამ იღბლიან ადამიანებს აუცილებლად ძალიან გავახარებთ, იმიტომ რომ 178,000 ლარს ის უკვე გასცდა. მეგობრებო, ასე რომ იაქტიურეთ. აბა, ყველას გაგიმართლათ, ვისაც დღეს ბილეთი გაქვთ ნაყიდი, მაგრამ იმიტომ რომ ფიქრობ დღეს ჯეკპოტი უნდა გავათამაშოთ. ახლა ზურას პროგნოზები დადებითია და ნახოთ რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში მე კარგად დადებითად ვარ ხოლმე გაწყობილი, რომ აი იქნებ დღეს გავათამაშოთ და იქნებ დღევანდელი დღე იყოს ის დღე, როდესაც საქართველოს კიდევ 1 ან 2 ან 3 მილიონერი ეყოლება. 3-2-1. ენერგიები გავუშვათ. აბა მოდი სამყაროში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენს ერთგულ მაყურებლებს და უპროექტებს მოთამაშეებს აუცილებლად ძალიან გავახარებთ და ზუსტად იმ ციფრებს დავასახელებთ დღეს მე და ზურა, რომელი ციფრებით შემოხაზეთ თქვენს ბილეთებში. აბა 23 ვის გაქვთ შემოხაზული? თქვენ გაგიმართლათ, რადგან პირველი ბურთი უკვე ამოვიდა. და იმედია 23-ის შემდეგ 35 გაქვთ თქვენს ბილეთებზე მონიშნული. და ნახოთ მესამე ბურთი რა იქნება. ჭირდება. ესე იგი დღეს წითლებზე ვინც გააკეთა აქცენტი, მათ ნამდვილად გაუმართლათ. 20-იანი შემოგვიგორდა აქვე, 20-იანში გავარტყათ დღეს. ისევ წითელი არა ბატონო, ამ შემთხვევაში ლურჯი ფერის 3 ციფრი ჩამოვარდა, რომელიც მეოთხე მომგებიანი ბურთი გახლავთ და მოთავსდა თავის ადგილზე და აბა მეხუთე რა იქნება? აი 31-იც მოგორდა აქვე. ესე იგი, ვის საყვარელი ფერიც არის წითელი, ლურჯი და ყვითელი და ამის მიხედვით შეარჩიეთ თქვენი ციფრთა კომბინაცია. მაგრამ წითელი დომინირებს, შეიძლება ითქვას 34 მოკალათ და ამჯერად თავის ადგილზე და დავნახოთ ბონუს რიცხვი რა იქნება და ის გახლავთ ნომერი 17. აბა, იმედია რომ გიხარიათ, იმედია რომ მოხდა ის რაც უნდა მოხდეს და გადავიმეოროთ კიდევ ერთხელ. 23-ით ვიწყებთ. ვაგრძელებთ 35, 20, 3, 31, 34 ბატონო და დაგვრჩა. ბონუს რიცხვი არის 17 და იმედია რომ ახლა ისინაა დღეს ტელევიზორებთან. მითხარი. პირველ პოზიციაზე მყარად გახარ, რომ დღეს თამაშდება ჯეკპოტი? მე ბოლომდე მყარად ვიდგები ამ პოზიციაზე და გაგვიზიარონ ჩვენს თავიანთი სიხარული, ჩვენ მაყურებელმა და მოთამაშეებმა. მოგეთ აქ გამოჩნდება მალე შედეგები და ჩვენც გავიგებთ ერთად, დადასტურდება თუ არა ჩემი ვარაუდები. არ ვიცი მე გამიხარდეს თუ შემეშინდეს ზურასი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სიხარული იმდენად დიდი იქნება, რომ ალბათ ამაზე ვერ ვიფიქრებ. აქვე აუცილებლად მაყურებელს უნდა ვუთხრათ ის მთავარი ამბავი, თუ რაზე უნდა იფიქროთ პირველ რიგში და რაზე უნდა იზრუნოთ ყველაფერთან ერთად და ეს გახლავთ რა თუ არა ბილეთები, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს ეროვნულ ლოტარის სერვის ცენტრებში, ლოტოს ჯიხურებში და ასევე ონლაინ შეავსოთ ბატონო ბილეთები www.loto.gz-ზე. ზურა, მოდი ეხლა შენ გააჟღერე შედეგები გვაქვს. ჯეკპოტი ვერა, მაგრამ მეოთხე კატეგორია გავათამაშეთ. 1866 ლარი მოიგო ერთმა ადამიანმა. გილოცავთ თქვენ. შვენიერი თანხა ნამდვილად მეხუთე კატეგორიებშიც ყავს გამარჯვებულები. ესე იგი, მესამე კატეგორია დაგვრჩა გაუთამაშებელი, მეორე და ჯეკპოტი. მესამე კატეგორია იცით რომ თქვენ ძალიან მარტივად თამაშდება და თითქმის ყოველ გათამაშებაში, ასე რომ შემდეგ გათამაშებაში გაქვთ ამის შანსი. მეორე და ჯეკპოტი რომ უკვე გასათამაშებელია, ეს დიდი ხანია ვიცით და თან საპრიზო ფონდები რომ მზარდია, ესეც ხო კარგად ვიცით და გასული ზაფხული საკმაოდ ცხელი იყო და ძალიან მაღალი თანხები გავათამაშეთ და დარწმუნებული რომ ამ ზაფხულშიც ეს ყველაფერი მოხდება. რო გავაცხელოთ. ბედნიერად დაისვენეთ. ბედნიერად.